დღეს არის ხსენება ევდემოს კათალიკოსისა, რომელიც იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი 1632-1642 წლებში. მის დროს ქართლის მეფე იყო როსტომ ხანი, გამაჰმადიანებული ბაგრატიონი. 1634-1658 წლებში მეფობდა. როსტომ ხანის მეფობის დროს ქვეყანაში იყო მშვიდობა, ჯამაგირს უხდიდა მღვდლებს, აშენებდა ეკლესიებს, მაგრამ პარალელურად საზოგადოებაში დაიწყო სხვადასხვა ცოდვის გამრავლება, ანუ ზნეობრივი გადაგვარება ქართველებისა. მეგობრებო, ხომ არ გეცნობათ ტექსტი და მდგომარეობა? ევდემოს კათალიკოსი არ ეგუებოდა, რა თქმა უნდა, ასეთ მმართველობას და უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საკუთარი ხალხის ზნეობრივ დეგრადირებას და როსტომ ხანს ამხელდა კიდეც ის ხშირად ეუბნებოდა, იყო შემთხვევა, რომ როსტომ ხანს პირდაპირ უთხრა, რომ მაჰმადიანების მამა ხარ, ხოლო ქრისტიანების მამინაცვალია. და პერიოდულად ამხელდა როსტომ ხანს. პირდაპირ ხელის ხლებას ვერ ბედავდნენ, მაგრამ შემდგომ ევდემოს კათალიკოსი წერილს უგზავნის ქართლიდან იძულებული წესით, იძულებული ფორმით წასულ თეიმურას პირველს, ეს წერილი ჯერ წააკითხეს როსტომ ხანს, შემდგომ როსტომ ხანის მითითებით წერილი წაუღეს თეიმურას მეფეს. როსტომ ხანი კი გამაგრებული დაელოდა ქართველების აჯანყებას. ესეც ხომ არ გეცნობათ, მეგობრებო, როდესაც ხელისუფლება ინფორმირებულია თუ რას აპირებს ეგრეთ წოდებული მისი მოწინააღმდეგე და ხელს კი არ უშლის, რომ სისხლი არ დაეყვეროს, არამედ პირიქით ელოდება ვინ აღმართავს ხელს მასზე, რომ მერე გაანიეტრალოს და ძალაუფლება გაეძლიეროს. ხომ არ გეცნობათ, მეგობრებო, ეს მდგომარეობაც? კათალიკოს ევდემოს შეიპყრობენ და მეტეხის ციხეში დაახრჩობენ და მეტეხიდან გადმოაგდებენ. მერთმა მოგმადლოს თითოეულ ჩვენთაგანს იმის ზალ და მადლი, რომ კარგად ვიცოდეთ ჩვენი წარსული. ღმერთმა მოგმადლო ჩვენ იმის ზალ და მადლი, რომ ვიყოთ არა ამა სოფლის ძლიერთა მონობის ქვეშ და არამედ ზეციური მამის ყოვლადწმინდა სამების მსახურების ქვეშ. დაგლოცოთ მაღალმა ღმერთმა და გვფარავდეს ევდემოს კათალიკოსის ზალ და მადლი.